მოდით ესე ვთქვათ, ეს კანონი არის ლოგიკური გაგრძელება იმ ქმედებებისა, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება და მმართველი პარტია მიმართავს 2016 წლიდან, ანუ მაშინ, როდესაც პარტია უკვე აღარ არის კოალიციური, ანუ ხელისუფლებაში კოალიცია აღარ არის, ის მოდის როგორც საკონსტიტუციო უმრავლესობით ერთმართველი და იწყებს ძალაუფლების კონსოლიდაციას. თუ შევხედავთ ამას უკვე 10 წლის განმავლობაში, ეს ძალაუფლების კონსოლიდაცია ნაბიჯ მატულობს და საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, სადამდესაც მივიდა, ანუ აი ამ კანონამდე. ამაში რატო არ არის არაფერი გასაკვირი? იმიტომ რომ როდესაც 1951 წელს ერიხ ფრომი წერს თავის ცნობილ წიგნს თავისუფლებისაგან გაქცევა, ვინც დაინტერესებულია ქართულადაც შეიძლიათ რომ მოიძიოთ და წაიკითხოთ. მშვენიერი თარგმანია, განსაკუთრებით 168-დან 296 გვერდამდე არის ეს თავიდან ბოლომდე გაწერილი. იქ პირდაპირ წერია, რომ მაშინ, როდესაც იქმნება ავტორიტარული რეჟიმი, ან ცდილობს ავტორიტარიზმი ფრთების გაშლას, ასეთ შემთხვევაში მას აქვს ორი ძირითადი ფუნქცია. ერთი ის, რომ ის უნდა ფლობდეს რესურსებს, ანუ მაქსიმალურად უნდა დიდი რესურსი ქონდეს და მე ამ რესურსის ყვალობაზე დააშენოს ძალაუფლება, რომლითაც ის მოახერხებს ყველასა და ყველაფრის გადაფარვას და ასეთ შემთხვევაში ეს ძალაუფლება აუცილებლად გადაწყვეტება განათლებას, სკოლებს, ეკლესიას, მედიას, იურისპრუდენციას, არჩევნებს. შესაბამისად ის, რომ თქვენ უნდა გაგაკონტროლოთ მედიას, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში სოციალური მედიაც მედიაა, ხო, არაფერი არ არის. თუმცა ამ სოციალურ მედიას აქვს ერთი განმასხვავებელი, თუნდაც ესეთი ჩვეულებრივი მედიისაგან, ეს არის აბსოლუტურად, როგორ ვთქვა, უპიროვნო სივრცე, ანუ სივრცე, სადაც თქვენ არ მოგეთხოვებათ პასუხისმგებლობა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი, აღარ მახსოვს ვიღაცა წერდა, რომ ის შემდეგ რაც ეს სოციალური მედია და ქსელები შემოვიდაო, ეს რა ქვია, ყველა აძლევს თავის თავისუფლებას, რომ ვიღაცა სხვას ჭკუ აასწავლოს. ახლა ის მეორე საკითხია, ის მეორე მიიღებს თუ არა ამას ჭკუ ისწავლება, თუ გადავხედავთ ამ ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციაში, ეს თქვენ რომ მოითხოვოთ მაგალითად ვიღაცამ დაწერა ერთ სამი თვის წინ ბორშის რეცეპტი, ამაზე შეიძლება მიიღოთ რა ქვია, ვიღაცის სურვილი გაზიარებიდან, რომ გამიზიარე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება, ლანძღვაგინებით დამთავრებული, რომ ამ ხელა ქალმა ან კაცმა როგორ არის ბორში და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მეორეს შეუძლია ყოველგვარი კონტროლის გარეშე და ესეთი კონტროლი მასზე არ ხორციელდება, გამოხატოს თავისი აზრი, სრულიად დაუსაბუთებლად, უმიზეზოდ და ასე შემდეგ. ეს ერთია, როდესაც და შესაბამისად თითქოს ჩნდება ესეთი, რა ქვია, ბრჭყალებში დასაბუთების მცდელობა, აბა სულ გაგიჟდა ეს ხალხი ერთმანეთს როგორ მიმართავენ, ხო? და რა ვიცი, ახლა ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციაში გვიწერია, რომ გვაქვს სიტყვის თავისუფლება და ერთჯერ თუ არ ვცდები, დიახ, მეხუთე პრეზიდენტმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, მაშინ პრეზიდენტი იყო სხვათა შორის, თქვენ რო არ გეთანხმებიან და თქვენს მიმართ აგრესიას გამოხატავენ, რას ფიქრობთ? და მისი პასუხი იყო ძალიან რაციონალური, რომ მე წინასწარ ვიცი, რომ ყველა არ დამეთანხმება და მე ამ აგრესიას ვიღებ, როგორც სიტყვის თავისუფლების გამოხატვის უფლებას, რომელიც ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ჩემი აზრი შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. აი, როდესაც თქვენ გნებავთ, რომ მთელი ეს სისტემა მოაქციოთ მედია რა სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა. სოციალურ მედიაზე ჯერ არ ვლაპარაკობ. მედიაში არის დომინირებული ორი მიმართულება, ერთი პირობითად ვთქვათ, უპიროვნოდ პროპაგანდისტული, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს, მის პოლიტიკას ამართლებს, ყველაფერს გვაწვდის ისე, რომ გადასარევია და ასე შემდეგ. რომელიც იტყუება
მაგალითად იმის კვალობაზე, რომ თურმე დავიღუპეთ და სკანდინავიის ქვეყნებს ჩვენი დახმარება ჭირდება. ხო, ნუ ამისათვის ძალიან მარტივი რაღაცა რომ ჩაიხედოთ და ნახოთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, არა უკვე 50 წლის განმავლობაში ვინ არის კეთილდღეობის ქვეყნების სათავეში მოქცეული და რაღაცა იმათ ჩვენი დახმარება არ ჭირდებათ. ბედმა გაუღიმათ ბალტიისპირელებს, რომ ისინი სწორდებიან სწორ იმაზე, რა ქვია, როგორ უნდა აწყონ ქვეყანა და დამთავრებული იმით, რომ ასე ვთქვათ, მეორე მხარე, რომელიც ცდილობს დაკავებული სივრცე ასევე აავსოს პირველის უარყოფით, ანუ ის რაც პროპაგანდა, მე არ გამორიცხავ იმას, რომ არ გამორიცხავ კი არა, ხედავ იმასაც, რომ მეორე მხარეც ტენდენციურია ზოგიერთი საკითხების გაშუქებაში, მაგრამ ეს ორი დაპირისპირება, როდესაც არსებობს, ხო, აუცილებელია ჩაიხსნას. ჩაიხსნას იმის გამო, რომ დარჩეს მხოლოდ ერთი დისკურსი. ეს ერთი ტროტუარზე აი ამ კანონს წინ უსწრებდა ზუსტად ანალოგიური კანონი, ეს იყო ტროტუარზე დგომისათვის და ხელის შეშლისათვის დაკავება, ხო? იცით რა, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვაზროვნებთ ენობრივ კატეგორიებში, ანუ ენა არის ის, რაც ჩვენ სააზროვნო სისტემას ქმნის, ხო? ნებისმიერ ლექსიკონში თუ ჩაიხედავთ განმარტებითში, ასეთში, ისე რაც გინდათ, ტროტუარი არის ადგილი განკუთვნილი ფეხით მოსიარულეებისათვის. ამიტომ თქვენ არანაირი ლოგიკით ფეხით მოსიარულეთა ტერიტორიაზე არ უნდა დამაკავოთ, იმიტომ რომ ფეხით დავდივარ. ხო? არა. და თუ მე ვიღებ ესეთ კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე გადავდივარ, როგორ ვთქვა, ისეთ სივრცეში, რომლის უკანაც დგას მხოლოდ კონტროლი. იმიტომ რომ იმ ფეხით ტროტუარზე დადის, ტროტუარზე ბევრი დადის და რატომღაც გამორჩევით ვარჩევთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ვაკატებთ, ხო? მაგალითად, ჩემი დიდი პატივისცემა მარინა ჟვანიას, რომელსაც ტროტუარზე დაკავებისათვის სასამართლო 15 ივნისს გაიმართება. თუმცა ამ ადამიანმა მთელი თავის ცხოვრება განათლებაში ეწირა და ამ სფეროში მუშაობდა. ამიტომ რისი თქმა მინდა, რომ მოულოდნელი ის, რომ სოციალურ სივრცეში აიკრძალებოდა პირობითად უხამსი მიმართვები ან არ ვიცი კიდე რა არ იყო თქვენთვის. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. და პირიქით ლოგიკური. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმისა, თუ მე ხელისუფლებას ვიყენებ და მას ვაკეთებ, თუ მე მართლობა, ხელისუფლება და პოლიტიკა მჭირდება იმისათვის, რომ მე ის შევინარჩუნო, ასეთ შემთხვევაში მე მეთოდურად ნაბიჯ მივდივარ ამისაკენ. მე ვქმნი რამდენადაც მეყოფა რესურსები და მეყოფა, ასე ვთქვათ, ძალაუფლების განხორციელების მექანიზმები კონტროლირებად სივრცეს. და როგორ ნარჩუნდება ხელისუფლება, თუ კი მე და თქვენ არ დავწერთ სტატუსს ცოტა მიამიტური კითხვა, მაგრამ მართლა მაინტერესებს ამ კანონის პირობებში თქვათ მოხდა ისე, რომ ჩვენ შევწყვიტეთ კრიტიკული მოსაზრებების წერა. შემდეგ რაღაცნაირად როგორ უკავშირდება ეს პროცესი ხელისუფლების შენარჩუნებას, რა ბენეფიტს აძლევს ეს ხელისუფლებას, აი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი არის ძალიან საინტერესო ჩემთვის. ჩემი აზრი ხო არსად არ შეიძლება აქ არ იწერება, მაგრამ აქ არის, ჩემში არის და მე ვარ გაბრაზებული მოქალაქე. ხო, ნუ ეგ ცალკე დიდი საკითხია, ამიტომ შევეცდები რომ რაღაცა მხოლოდ ერთ ნაწილს უპასუხო თქვენსაც. მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მე და თქვენ არ დავწერთ. ყოველ შემთხვევაში თქვენზე არ ვიცი, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მე არ დავწერ. იმიტომ რომ მადლობა ღმერთს ქართული ენა იძლევა შესაძლებლობებს, რომ გამოიყენო ალეგორია, გამოიყენო ალუზია, გამოიყენო მინიშნება, სულ არ არის აუცილებელი პირდაპირ გადახვიდე, ასე ვთქვათ, სკარბეზულ მეტყველებაზე, მაგრამ შეგიძლია დაწერო ისეთი რაღაცა, რომელიც
ღირებულებების მქონე ადამიანს, მე ხას უსვამ, ღირებულებების მქონე ადამიანს უფრო დიდ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ. მაგრამ ეს არ იქნება სკარბეზული, ანუ ასე ვთქვათ, პირდაპირ როგორ ვთქვა, წყევლა კრულვით და გინებით მიმართვა, მაგრამ თუ კი მე მაგალითად პირობითად დავწერ ესეთ რაღაცას, რომ ძალიან მაინტერესებს როგორ შეიძლება 3 უკეთესი იყოს 4-ზე, ხო? ეს იქნება ზუსტად იგი მარტივ მაგალითს მოვიტან. ორმა პარტიულმა მუშაკმა გადაწყვიტა უმარტივესი არითმეტიკული ამოცანის შეტრიალება და ეს უმარტივესი არითმეტიკული ამოცანა გულისხმობს ესეთ რაღაცას. 4 წლის განმავლობაში უფრო მეტ განათლებას მიიღებს ადამიანი თუ 3 წლის განმავლობაში. პასუხი არის, რომ 3 წლის განმავლობაში. მე არა ვარ ვალდებული დაუჯერო 2 პარტიულ მუშაკს ელემენტალური არითმეტიკის ნაცვლად. მე ვთქვი ის, რაც მე მინდოდა მეთქვა და ამის გამო მე თქვენ ვერ დამაკავებთ. მარტივი მიზეზის გამო. ეხლა თუმცა ის რომ სხვანაირად ვცდილობთ გამოვხატოთ აზრი, რაღაცა ჩემთვის უკვე არის ჩემი მე საერთოდ არასოდეს არ ვიგინები სოციალურ ქსელში, ვინც კი მიცნობს, ეს არ არის ჩემი გამოხატვის ფორმა. მე ყოველთვის ირონია მიყვარს, მაგრამ ის რომ ადამიანები იწყებენ უკვე ფიქრს იმაზე, რომ აბა როგორ მოიფიქრონ, როგორ გამოხატონ, აბა იქ რაღაც ანდაზებით, ალეგორიებით, ეს არის უკვე რაღაცა მე უკვე მაგდებს ისეთ პირობებში, რომ მე რაღაცა ვემორჩილები სრულიად გაუგებარ, გაუგონარ კანონს და მე სხვა შერს 2 დღეა ქალბატონ მარინა მე მიყვარს ესეთი გამოწვევები ვციტირებ ავტობუსში ქალბატონს რომელიც მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს მას ვციტირებ და შეიძლება შენიშნასაც ვაძლევ იქვე და არ ვეთანხმები ამას წერ ხოლმე Facebook-ზე და ეს რაღაცა 2 დღეა ახლა ხუმრობის თემა არის ეს სტატუსები მაგრამ თან ვფიქრობ რომ იქნებ მე ვემორჩილები უკვე ამ კანონს ხო მაშინ ვეთ ესე ვთქვათ რა მე არ ვიცი თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით მაგრამ მეჭვი მაქვს 41-ის ხო ესე იგი ხო, თქვენ სოციალიზაცია გაიარეთ თავისუფალ საქართველოში. მე სოციალიზაცია გავიარე საბჭოთა კავშირში. ამიტომ თქვენსა და ჩემს შორის იქნება დიდი სხვაობა, როგორ შევხედავ მე ამ კანონს. მე დავიბადე გვიანი 50-იან წლებში, 1958 წელს ვარ მე დაბადებული და სანამ სკოლა არა უბრალოდ სანამ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვიდრე გორბაჩოვის მოსვლამდე დასავლურ სოციალურ მეცნიერებებში ეგრეთ წერიან ყველაზე უფრო საოცარ თაობა ბოლო ჩვენ გულისხმობენ რა გვიანი 50 ანუ ხრუშჩოვის პერიოდის დროს დაბადებულებს ანუ ვინც სოციალიზაცია გავიარეთ საბჭოთა კავშირში ხო ჩვენთვის ეს ცხოვრების ნორმაა და ის რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა აი როგორ გითხრათ რა ახლოსაც არ ჩაუვლია თავისი კონტროლის თვალსაზრისით იმას, რაც ახლა ხდება. ეგრეთ წოდებული თუ სოციალური მეცნიერების თვალსაზრისიდან შევხედავთ, ეგრეთ წოდებული ქართული კინოს ფენომენი რა არის? სხვა არაფერი არ არის, როდესაც ალეგორიით, მეტაფორით, მხატვრული ხერხებით შენარჩუნებულია ეს ყველაფერი. ცენზურის შედეგი. და ამის გამო თქვენი აღშფოთება, რომელიც იზრდებით თავისუფალ ქვეყანაში და ჩემი აღშფოთება, რომელიც მე გავიზარდე დახურული ტიპის ქვეყანაში, თქვენი აღშფოთება არის განსხვავებული, ხოლო ჩემი აღშფოთება არის როგორი ირონიული დამოკიდებულება, რომ ახლა მაინც ამოვთხრი, იმიტომ რომ ამისათვის მე მთელი ცხოვრება ესეთ ქვეყანაში გავიარე და მაშინ როცა განთავისუფლდი, ახლა მე ამ ჩვევებს ვერ გადავყრი. ამიტომ მე მგონია, ეხლა რომ დავუბრუნდეთ თქვენს დასმულ საკითხს, მე მგონია აქ არა ლოგიკური არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს არის სოციალური სტრუქტურის განვითარება ავტოკრატული რეჟიმისათვის. ის რამდენად წარმატებული ავტოკრატული რეჟიმი გამოვა, ეგ კიდევ სხვა საკითხებზეა დამოკიდებული, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ის სრულად აკონტროლებდეს ძალაუფლებას და ძალაუფლებაში შედის
მთელი სისტემის კონტროლი, ანუ მთელი არეალის კონტროლი, ანუ ის ქვეყანა, რომელიცშიაც შენ ცხოვრობ, ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს გაკონტროლებული. და ეს ინსტიტუციები გაკონტროლებულია და ჩამოვთვალე, ხო? განათლება, კულტურა, მედია, ეკლესია, ესა რა ქვია, ქსელები, ტოტალურად ყველაფერი. ტოტალურად ყველაფერი და იქამდე ისაც კი რომ გეუნებით, რომ ესე იგი რამდენი ტროტუარებიც კი. აი ზუსტად. ეს კანონი არ არის ისეთი პრობლემური ჩემის აზრით. როგორც ის. როგორც ტროტუარზე დგომისათვის დაკავება. სად უნდა წავიდე ვიფრინო? ნუ რა ვიცი ახლა ჯერჯერობით ის სიამოვნებით გავუფრინდებოდი, მაგრამ ვერ ვიფრენ ჯერჯერობით, ხო? ანუ ამის საშუალება ტროტუარი განმარტების მიხედვით, ანუ პარლამენტში არავის არ გაუჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ტროტუარის განმარტება, ანუ ტროტუარის სიტყვა მაინც არ ჩაეწერათ, იმიტომ რომ ეს იმთავითვე ნონსენსია, ანუ ოქსიმორონია და კანონი არის გასული ყოველგვარი კატეგორიიდან, იმიტომ რომ ის ამბობს ისეთ რაღაცას, რომლის არ გაკეთება შეუძლებელია. მე დავდივარ ტროტუარზე, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამაკავოს და განსაკუთრებით უკეთეს გეტყვით, მაშინ როდესაც არ არის მანქანების გასაჯერებელი მოწესრიგებული, ხომ ეს სულ თავისუფლად შეიძლება შევქნა რაღაცა შეფერხება ვიღაცისათვის, იმიტომ რომ სიგრძე სიგანის გამო ვერ დავეტიო ტროტუარზე გადმოსული მანქანის დატოვებულ პატარა ղრიჭოში. ანუ არანაირი და მე მეტყვია რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი. თუმცა ეს კანონი თავისთავად არის უაზრობა. იმიტომ რომ ეს არის რეალურად აქციის აკრძალვა და უფრო დიდი უაზრობა ჩაწერეს, ვიდრე ალბათ აი ამას ჩაწერდნენ. ანუ ეს ამის ჩაწერა არ მოუნდათ, რომ ჩვენ კრძალავთ ადამიანების შეკრებას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი მიზეზი, ანუ ეს არის მიზეზი, ეს არ ჩაწერეს და ბევრად უფრო უაზრობა ჩაწერეს ტროტუარზე დგომა. კი, ნამდვილად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ესაც კანონი არის თავის თავში აბსურდული. იმიტომ რომ კრძალავს ისეთ რაღაცას, რომელიც არის აქსიომატური, მოცემული, სახელდებული, რომ ამაზე უნდა გაიარო, სავალ ნაწილზე რომ გაიარო არ შეიძლება და იქ სადაც მე უნდა ვიარო იქ სიარულისათვის, მე შეგიძლია რომ დამაჯარიმო, დამაკავო და ასე შემდეგ. რა ახლა როგორ გონიათ ახლა იქიდან ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ეს უფრო მნიშვნელოვანია რა სოციალურ მედიაში დაუშვათ უწმაწური სიტყვები არ გამოვეღარო.